საქართველოს უახლესი ისტორიის სისხლიან დრამამდე მცირე ხნით ადრე, როდესაც დედაქალაქის საკავშირო სამხედრო ძალებითა და მძიმე ტექნიკით გაივსო, თბილისში 3 ცხელი წერტილი არსებობდა. მთავრობის სახლი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ტელევიზია. თავდაპირველად მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მიტინგეებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი ჭანტურია მაცნობა, რომელიც ხალხს ერთიანობისა და სტრატეგიული ობიექტების საკუთარი ძალებით დაცვისაკენ მოუწოდებდა. ამიტომ ჩვენი ლიდერებმა გავაბაროთ უნივერსიტეტი სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტი შეადგინებული სამხატვრო სურათი ყველა უმაღლესი სასწავლებელი ყველა კათოლიკური შემოგვეთესა ეს თქო ყველა არქეოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს რომლებიც აკიპოთებია წავიდნენ და თავიანთ უმაღლეს სასწავლებლები დაგვიყვანო ხალხი აქ რა შეეხება ტელევიზიას ჩვენ პირიქით ვარ მივაწოდოთ ნაწილი ძალა მაგრამ ეს მოხდება ჩვენი პირიქით ორგანიზებულად რათა ტელევიზიას დაგაფერმუების დახმა ჩვენ რაც შეგვეძლო პირადად ჩვენმა ორგანიზაციამ რომელიც ხელმძღვანელობდა აქციას რუსთაველის მიღმა ტერიტორიებზე ტელევიზიასთან და ინსტიტუტებთან ჩვენ პრაქტიკულად მოვახერხეთ ის რომ ასე ვთქვათ ჩვენთან სხვებს ადგილი არ ქონია და უზრუნველყავით ორგანიზებული გამოსვლა იმ ტერიტორიიდან. ხოლო რუსთაველზე ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ არ იყო ერთიანი მართვა. და შესაბამისად ემოცია უფრო ჭარბობდა ვიდრე საღი გონება, მაგრამ კვლავ და კვლავ ეს იყო ბუნებრივი თუ შეცდომას დავარქვით შეცდომა გამომდინარე იქიდან რომ მოწინააღმდეგის გეგმების შესახებ თუ კი რამე ინფორმაცია შეიძლება ვინმესგან მიგვიღო ჩვენ ასეთი საინფორმაციო წყარო არ ყოლია. მე უფლებას ვერ მიცემ ჩემს თავს არ გავაფრთხილო საზოგადოებრივობა კაც მომდგარი განსაცდელის ჟამს და არ ვთხოვ თავიანთ შვილებზე, ოჯახის წევრებზე კეთილ გონიერი გავლენის მოხდენა, რომ მიტყვიან შემდეგ ყველაფერი გვიანი. ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით სხვადასხვა თანამდებობის პირთა სატელევიზიო მიმართვებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. თუმცა ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტული და ნდობადაკარგული მედიიდან მსგავსი შეგონებანი საპირისპიროდ მუშაობდა. ძვირფასო ბავშვებო, დღეს ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი საყვარელი თბილისი ძიმე რთულ მდგომარეობაში არის. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ შეერთებული ძალებით, დიალოგით, მოფიქრებულად შევეცადოთ დიდი პრობლემების გადაწყვეტა. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით. გამოვიჩინოთ წინდახედულობა და სიბრძნე, რომ ამ სულ სიტუაციაში არ გავამძაფროთ ისედაც საქმე. აი მედიაში მიდიოდა ყოველდღე გამოსვლები და მოწოდებები, რომ აი საშიშროება არსებობს, საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს უკვე იცით როგორი პროცესი იყო, რომ ყველა ასეთი გამოსვლა უკვე საპირისპიროდ მუშაობდა და ითვლებოდა, რომ აი ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აქ რაღაც შენელდეს. დემონსტრაციებისა და მიტინგების ხელმძღვანელობამ უნდა მონახოს რაღაც საერთო ენა და დასხდეს რგვალი მაგიდის გარშემო, რომ ეს გამოცდილება შეიმუშავა ქვეყნისთვის და საქმისთვის. რაიმე საერთოს მიაღწიონ, რომ საბოლოოდ ეს ყოველივე არ წავიდეს მართლა უბსკრულისაკენ. მე არ მგონია, რომ ახლა ეს არ იყოს შესაძლებელი. თუ ჩვენ შორის იქნება ნამდვილად ამის სურვილი და ეს სურვილი უნდა იყოს ორივე მხარიდან.
უკვე ეფექტი ჰქონდა აბსოლუტურად ამ გამოსვლებს, თორემ ტექსტები ითქმებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთი ადამიანებისგან ითქმებოდა, ვისი სიტყვაც დამაჯერებელი არ იყო იმ საზოგადოებისთვის, ან უკვე განსხვავებული აზრის თქმას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. შესაძლოა დროც არ დაგვრჩეს, რომ ყოველ მხრივ აწონილი გადაწყვეტილებანი მივიღოთ. უდიდეს გამოსვლების შეცდომა შევიდენთ, თუ სიმართლეს თვალებში არ შევხედავთ და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ჩვენ აშკარა კატასტროფის წინაშე ვდგავართ. დიახ, კატასტროფის წინაშე. და იმასაც მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ხანია არ გქონია ასეთი საფრთხე, ურთულესი სიტუაცია ჩვენი ერის ისტორიაში. სიგნალები საშიში სიგნალები მოდიოდა, როდესაც ავღანეთში ნამყოფი სადესანტო ჯარები გადმოისროლეს თბილისში, ამ მომაჭყვრა აღვაღელა ჩვენ და უკვე გრძნობდით საშიშროებას. ამიტომ იყო საჭირო თავშეკავება ყველანაირად, რომ არ უყოლოდა მას ვერ. მეგობრებო, თუ კი ჩვენ არ დავიშლებით და ერთმანეთის ხარდამხარ ვიქნებით, მაშინ მეგობრებო, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, მე ძალიან მეექება, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დარბევაზე ხელკეტებით, აი ამდენი ხალხის წინა. საპირისპიროდ მუშაობდა ყველაფერი, რაც ისტორიული რეალობის გათვალისწინებას, საღად აზროვნებასა და რუსეთთან ურთიერთობის რაციონალურ ხერხებს უკავშირდებოდა. მიტინგომანიურ აზარტსა და ფსევდორადიკალიზმს ვერც ჯანსაღი ეროვნული ძალები, ვერც ხელისუფლება, ვერც ინტელიგენცია და ვერც ეკლესია ვერ მოერია. არ მინდა მე ხო კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო, მე ვლაპარაკობ ორ მიმართულებაზე და არა ადამიანებზე. აი ეს რადიკალიზმი ზოგადად, ეს იყო მართული პროცესი, წაქეზებული პროცესი. ეგ არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც თქვა რადიკალიზმს ემსახურებოდნენ, ყველა შეგნებულად აკეთებდა ამას. ეს რა თქმა უნდა ამას არ ნიშნავს. ისევე როგორც მით უმეტეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება, რომელიც აყოლილი იყო ამას, მათ იცოდნენ რა მოყვებოდა ამას. საზოგადოებაც აყოლილი იყო ამ რადიკალიზმს, იმიტომ რომ ზოგადად ქართული საზოგადოება ადვილად მართვადი აღმოჩნდა ამ ეგზალტაციის გზით, რაღაცა თეატრალიზებული წარმოდგენების დადგმით და ასე შემდეგ. რუსეთს ჰქონდა თავისი გეგმა და ის ამ გაღიზიანების გზით არ მიდიოდა. რუსეთთან ურთიერთობა რა თქმა უნდა თავიდანვე არასწორად წარიმართა. რუსეთის გაღიზიანებაში თუ თქვენ გულისხმობთ რაღაცა ფრაზებს ანტირუსულს და ის რა თქმა უნდა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრინციპული პოლიტიკა პირიქით რუსეთის მიმართ პრინციპული პოლიტიკა აკლდა საქართველოს. შეიძლება ფრაზეოლოგია იყო ანტირუსული, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო, მაგრამ ფრაზეოლოგიის ნაცვლად უნდა ყოფილიყო პრინციპული პოლიტიკა საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე. და საქმით რა იყო საქართველოს პოლიტიკა, გინდა აი მთელი ამ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქმით არ იყო პრინციპული რუსეთის მიმართ. ანტირუსული ფრაზების უკან იმალებოდა რა, პირიქით კაპიტულანტური პოლიტიკა. ასე რომ ჩვენი უბედურება ისევ და ისევ პრინციპულობისა და გონიერების ნაკლებობაა და არა ზოგადად ასეთ რო ვთქვათ რუსეთის გაღიზიანება. უკანასკნელ შეხვედრაზე ხელისუფლება მიტინგის ორგანიზატორებს აქციის იპოდრომის ტერიტორიაზე გადატანას თხოვდა. მოლაპარაკებათა უშედეგოდ დასრულების შემდეგ 8 აპრილის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიტინგის ძალისმიერი მეთოდით დაშლისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქართული მილიციის ნაწილებთან ერთად სოხუმიდან თბილისში დაბრუნდა. ეს იგივე მილიცია, რომელიც მთავრობის სახლის წინ ნოემბერში ჩვენთან ერთად ძალიან შვიდად, ძალიან სწრაფად იდგა. ამ დაძაბულობის გამო მეძულებული ვიყავ აფხაზეთიდან მეტოებინა და ჩამოსულიყავი თბილისში. 7-ში ჩამოვედი თბილისში 7 აპრილს და უკვე მზადდებოდა მიტინგის დარბევის გეგმა. სამხედროები იყო ჩამოსული უკვე, ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას საკავშირო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კაჩეტოვი. იყო ასეთი პიროვნება, რომელიც ადრე წინა წლებში მუშაობდა რუდიონოვის მოსვლამდე საქართველოს საოლქო ჯარების სარდლად. ეს კაჩეტოვი შემდეგ დააწინევრეს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მოსკოვში. ეს კაცი ჩამოსული დახვდა მიახ თბილისში და მითხრა რომ მოხვიდეთ თათბერიას 8-ში დილით და თათბერიაზე უნდა გადავწყვიტოთ ამ მიტინგის დაშლა არ დაშლის საკითხი. თათბერიაზე როდესაც მივედი რომ ეს სტარდებოდა პატიაშვილის კაბინეტში, იქ ესწრებოდა სამხედროები, როდიონოვი იყო მოსული საოლქო ჯარების სარდალი,
ეს კაჩეტოვი და სხვა წარმომადგენლები ჯარების. გუმბარიძეც იყო იქ დიახ. და ტარდებოდა თათბირი იმის შესახებ, რომ ეს მიტინგი გადაიზარდა ანტისაბჭოთა მიტინგში და საჭირო არის მისი დროულად ესე იგი დარბევა ან დაშლა შვიდობიანად ან არა შვიდობიანად, თორემ შესაძლებელია გადაიზარდოს ძალიან მძიმე მდგომარეობით დამთავრდეს ეს ყველაფერი. 14 აპრილამდე არის ჩვენი აქცია. და ვიმართოთ ჩვენ დეგესტოდებულ მთავრობას. გვაცალო თუგი დარბევას ეკნება ადგილი მაშინ მეგობრებო მოგიწოდეთ მასიური გაფიცებისაკენ მასიური სიმსივნოვისაკენ და მოგიწოდეთ ეროვნული დამოუკიდებლობის სამხედრო ოპერაციამდე მიტინგზე გაისმა განცხადება, რომ აქცია 14 აპრილს შეწყდებოდა. შემდეგ კი ეროვნული მოძრაობის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სხვა პოლიტიკური ხერხებით გააგრძელებდნენ. აქცია იყო ვადაში გაწეული. ყველა ვარიანტში აქცია მთავრდებოდა 14 აპრილს. ასე რომ თავისუფლად შესაძლებელი იყო, რომ ელემენტარულად თუ ხელისუფლება სურდა ჩვეულებრივ ვითარებაში წარმართული იყო პოლიტიკური ცხოვრება 14-მდე მოეცმეთ 14 შემდეგ ეს ხალხი დგებოდა. ისე როგორც ნოემბრის შიმშილობა თავიდანვე იყო გამოცხადებული, რომ 29 ნოემბერს თავდებოდა. ეს ვადაში იყო შემოსაზღვრული. ამიტომ ის საფრთხე არ არსებობდა. 14 აპრილის შემდეგ რა პროცესები მიდიოდა? პოლიტიკური ჯანსაღი პროცესები. ჩვეულებრივი პოლიტიკური ჯანსაღი პროცესები, ქართული საზოგადოებრივობის მომზადება იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესში საქართველოს შეენარჩუნებინა თავისი დამოუკიდებლობა და აღედგინა ის, რაც 21 წელს ანექსიით და ოკუპაციით ჩვენ დავკარგეთ. ჩვენ დეკლარაცია ქონდა მიღებული, რომ 14 აპრილისათვის უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნებდა 5 დღე გრანდიოზული აქცია და 26 მაისამდე მიტინგებს შილიდით. ჩვენი მიზანი რა იყო? ჩვენი მიზანი იყო, რომ სოფლიოსის დაგვენახებინა, რომ ჩვენ ქართველიერი ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის. ამის დემონსტრაცია მოხდა და ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ 14 აპრილს აღინიშნებოდა ენის ესე იგი 11 წლის თავი და იშლებოდა აქცია 26 მაისამდე. ეცელია ჩვენთვის. ეს ხო იცოდნენ ძალიან კარგად. აი ეს როგორ გაპატიეს თავისუფლება და დამოუკიდებლობის მოთხოვნა და დაგვსაჯეს თავისუფლებისათვის და მოინდომა ჩვენ დაშონება არ პირადად მოვიდეთ. სადამჟელო ოპერაციისათვის რომ მართლაც საგანგებოდ ემზადებოდნენ, მოვლენების დრამატულმა განვითარებამაც აჩვენა და იქამდე ქვეყანაში არსებულმა საზოგადოებრივ პოლიტიკურმა განწყობამაც. ორი სხვადასხვა ძალა მართავდა ამ მიტინგს რუსეთის მხრიდან. ერთი დაბალი, რომელიც მუშაობდა სამხედროების ვიწრო ინტერესებისათვის. შოვინისტურად განწყობილი ამ კაციჭამია საბჭოთა სამხედროების ვიწრო ინტერესებისათვის. მე მითხრა კაცმა, ეს კაცი მილიციის თანამშრომელი იყო, მაგრამ ნუ თქვა ჩვენკენ იყო როგორც ჩანს. მოვიდა ჩემთან სპეციალურად მითხრა. მე შევესწარიო 7 აპრილს საღამოს იმედის წინ. სამი კაცი ლაპარაკობდა სამოქალაქოთი. მაგრამ ეტყობოდა თუ მილიციური გენერლები იყო. ერთი როდიონოვი იყო, ერთი და სხვა. ეს ორი უნება მერც. Жизнь ситуа უთხრა რუსული სიტყვა. Нам даны все права, мы можем их истребить. Почему-то нам противишься. ესე უნება. ესე იგი, მიცემული იყო მითითება, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს ქართული ხალხი. აი ეს იყო ერთი ძალა. სამხედროების დონეზე გაჩერებული. რუსი შავრაზმელი გენერალიტეტის დონეზე გაჩერებული. მეორე ძალა იყო უფრო მაღალი დონე. ეს იყო, ასე ვთქვათ, რუსეთის ეროვნული ინტერესის დონე, ისტორიული ინტერესის დონე. მათ უნდათ გამოეჩინათ საქმე ისე, რომ საქართველო არის აგრესიული ქვეყანა თავისი ნაწილების მიმართ და რუსეთი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი ყოველგვარი პასუხისმგებლობის. აი ეს უნდა. 8 აპრილის თავდაცვის საბჭოს სხდომის საიდუმლო ოქმის მიხედვით
საქართველოს უშიშროების მინისტრი გივი გუმბარიძე ფლობდა ინფორმაციას, რომ 14 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერები მთავრობის სასახლეში შეჭრასა და კომუნისტებზე ანგარიშსწორებას აპირებდნენ. აქვე მითითებულია, რომ მოვლენები 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული მიტინგით უნდა დასრულებულიყო. ამდენად ვითარების განმუხტვისა და უმართავი პროცესების თავიდან ასაცილებლად თავდაცვის საბჭოს ხდომის მონაწილე 13-ვე წევრმა 9 აპრილს ღამის საათებში აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლას მხარი დაუჭირა. არ მინდოდა მისი დარბევის ჩატარება მინდოდა, მაგრამ იქ როცა გეუბნება და გაფრთხილებს კოჩეტოვი არმიის გენერალია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. Если мы сегодня не освободим площадь, то Сумгайт полтарица. Сумгайчи რა მოხდა იცის ქართულმა ხალხმა? მე ვიცი რაც მოხდა. იქ ამოიჟლიტა რამოდენიმე ასეული კაცი. და ეს ნანახი მაქვს მე. ფოტოზეს და ფირზეს ნანახი მაქვს. ეხლა ვიფიქრე ეს კაცი რომ აფრთხილებს, მე ალბათ რაღაცა აქვს ამას, არა? მაგრამ 4-ის ნახევარზე მაინც ურეკავ და თხოვ დეუნები არო ბეზადნაო სინეკა წერია მაგ დოკუმენტში. გადაწერა რომ 9-ში ეს მიტინგი აღიკვეთა. ეს იყო თერი მიზანი ამის, რომ რა გადაზილიყო შემდეგ მიმართა პროცესებში. ეს იყო ძირითადი მიზანი და ამ მიტინგის დაშლის ხელმძღვანელად დააყენეს როდიონები, კოჩეტოვის განკარგულებით კოჩეტოვი იყო, მაშინ ბანკი მოგახსენეთ, ის ხელმძღვანელი მოსკოვიდან იყო ჩამოსული. ამ გულიზებებს. და მე დამაყენეს როდიონების მოადგილეს მილიციის ძარში. როცა ეს იგი ძაცვაში დააშენდა, მე დახმარებოდი ასე იგი როდიონებს და დარბოვაში ხოლმე ესე. რა თქმა უნდა, ქართულმა მილიციამ ეს არ გაიღო მე თავის თავზე, ცოტა განაწყენებულიც დარჩა, არ დაგიმალავთ ეს იციან. მაშინ იმაზე რომ ესე იგი თუ მე ამიტომ ჩამოვედი აქ რომ როდიონების სახელმძღვანელი ამ მიტინგისათვის, მაშინ მე აღარ ჩამოსულიყავი სოხუმიდან და სოხუმში დარჩენილიყავი და გაგეგზელებია ჩვენი ღონისძიებები ხა და მივექცია სათანადო მიზნებისათვის. ის მასალები რაც იქ შემოაგროვეთ, ქებეთმას წყალმა წაიღო მე და ყველაფერი მამა დაასხა აფხაზეთის აფხაზეთის ექსტრემისტების წისქვილზე დაასხა წყალმა. იმიტომ ის მასალები წაილიკა ყველაფერი, ამის იქ თავის დაუძბელი ადგილზე არავინ აღარ იყო და ჩვენ ამოყავით თვალი ამ ორიენტირებში 9 აპრილს. ამავე სხდომაზე საკავშირო თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კოჩეტოვმა და ამიერკავკასიის ჟარების სარდალმა გენერალმა როდიონოვმა პირობა დადეს, რომ მოედანს ყოველგვარი ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშე გაათავისუფლებდნენ. აქციის დაშლის გეგმაში არც ალესილი ნიჩბები და არც მომწამლავი გაზი იყო ნახსენები. სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ტრაგედიის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი კიდევ არსებობდა. ხელისუფლებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მომიტინგეებთან მისვლა და მათი გაფრთხილება სთხოვა. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას. მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეტყილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. ამ დროს მე ვიყავი ტელევიზიის წინ და როდესაც უწმინდესის მობრძანება შემითხვე, მივედი რუსთაველზე. რუსთაველზე რომ მივედი, უკვე დამთავრებდა სიტყვას. აი მაშინ გახდა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ 28 ნოემბერს როდესაც უწმინდეს მეომრის-შიშვილოვაზე მობრძანდა, მაშინ მას სიტყვა არ უთქვამს. მე არ მომისმენია პატრიარქმა რა თქვა, რა მოუწოდა საზოგადოებას, მე რომ მივედი, უკვე ყური მოუკალიბე საუბრობდა, უწმინდესთან როცა მივედი, მოვიდა რამოდენიმე ადამიანი და თხოვა მის უწმინდესობას, რომ გაბრძანებული იყო პოლიციის კარტოს წიქით მოსალაპარაკებლად. უწმინდესმა მეც ვახდი, რამოდენიმე სასულიერო პირი და მე და მოითხოვა, რომ ჩამოსულიყო წარმომადგენლები და ერთად გადავსულიყავით ქაშვეთის ეზოში და იქ გვესაუბრა.
უსმინდესმა გააკეთა ბოლო ცდელობა, რომ თუ ვინიცობა ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და თვითონ გადავიდოდნენ ქაშვეთის ეკლესიაში, ხალხი ავტომატურად გადაყვებოდა მას. მე ახლა მაცნობდეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა გულთხევათ, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უყავს. მაშინ პატრიარქს, რომელსაც საზოგადოებაში და ეროვნულ მოძრაობაში მაშინ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და შეიძლება ითქვას უნივერსიტეტის წიაღში თუ იშვა ეროვნული მოძრაობა და სტუდენტური მოძრაობა, მფარველობა ჰქონდა სიონის წიაღში და საპატრიარქოს წიაღში ამ ყველაფერს, იმიტომ თითქმის ყველა ლიდერი სტუდენტური მოძრაობის თუ ეროვნული მოძრაობის რაღაცნაირად პატრიარქის უშუალო მფარველობის ქვეშ ვიყავით და თითქოს მისი სიტყვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი იმ რაღაც ეგზალტაციის პერიოდში მოხდა ისე, რომ პატრიარქის სიტყვაც კი ვერ მიიღო იქ შეკრებილი საზოგადოების ყურმა. პატრიარქი იმის პატრიარქია, მაგრამ უნდა მომიწოდოს სიწყლავისკენ და აქ იყო ბრძოლა თავისუფლებისათვის და თუ თქვენ თავისუფლების ბრძოლის ისტორიიდან ერთ ფაქტს დამისახელებთ სოფლიო ისტორიიდან, რომ მოდისმე თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხი პატრიარქს უსმენს და არა თავისუფლებისათვის ბრძოლის აძლევს, მაშინ ახლა ბოდიში მოვხდი ჩემი აქტივობისათვის. არის სხვა კიდეც რომ გამოვაცხადოთ ჩვენ შეგვეცხადა მოღალატე. აშა, არის რაღაც რეალური რა არის? მათარი შესაძლოა ვინა რა არის? და დომერი დაშევლება ჩვენ შეხვდა დასაწყისს. გარკვეულწილად ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი არ აღმოჩნდა მზად იმისათვის, რომ აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ და ძალიან ბევრი პრობლემა შემდგომ საქართველოში შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ეს ლიდერები არ აღმოჩნდნენ მზად აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა. რას გულისხმობთ? გულისხმობ იმას, რომ მასის მართვის დროს ზოგიერთი მათგანი საკუთარ პიარზე უფრო მუშაობდა, ვიდრე რეალურად ასე ვთქვათ ორგანიზებაზე ეს. ძალიან ძნელი იყო ყველაფერი ამის კალაპოტში მოქცევა. ძალიან ძნელი იყო. ნუ დავადამაშაულებთ ნურავის და მოვიტყვით, რომ ეს იყო მხოლოდ შეცდომა. არა, ეს იყო გამოღვიძებული ფეხზე წამომდგარი. არა ის საქართველო ფურთხის ღირსი ხარო. არამედ უკვე ფეხზე წამომდგარი საქართველო იყო, რომლის შეჩერებაც არავის არ შეეძლო. ამ გზაზე ფაქტია შეცდომებიც იყო, ჩვენი ეროვნული უბედურება, შინაგანი დაპირისპირება, ვერ მიღება ერთმანეთის გარკვეული პერიოდი, მაგრამ მაინც ეს იყო გამომხატველი იმ დიდი ეროვნული ენერგიისა, რომელიც გამოვლინდა 80-იანი წლების მიწვეულს. ბევრი ტრაგედია გადავიდანით. ბევრი უბედურების მომსწრებად. მაგრამ რაც გაკეთა ისიც უნდა ითქვას დღესეულად. აქ ერთ-ერთმა ხანაგმა თქვა, მოგვეცით საშუალება საქართველოს გამოხატოს თავისი ენერგია. ბევრის
ენერგიის გამოსახატავად. მე თქვენს უხერხემლოებად გამოვიყვებით. თითქმის მთელი სოფელი მოვიარე ამ 20 წელიწადში. არც ერთი გვარი არ მინახავს, სადაც არ გამოეცვლათ. აღფრთოვანება, ძალიან მაღალი შეფასება ქართული კულტურისა, ქართული მეცნიერებისა, ქართული ხალხის ისტორიისა და ტრადიციების დიდ პატრიოტიზმა და რის წყალობით არის ეს? იმის წყალობით კი არა, რომ ისტორია იციან კარგად. ეს აი ხალხის ვისაც არის ამ დარბაზში ძირითადად ამ ხალხის დამსახურებაა. ჩვენი კინოხელოვნების მოღვაწეების, ჩვენი გამოჩენილი წერილების, ჩვენი თეატრის მოღვაწეების, რომლებსაც მართლაც გაიტანეს ეს ჩვენი ენერგია, ჩვენი ეროვნული ენერგია, ჩვენი ხალხის ენერგია და მომღერლების და სხვების და სხვების. გზას უხსნით ნაწილი ხალხისა მის გზას ქვედან მხარეს ეშვება უსწავლის ჭიშებში. თუ წამოვახურეითი ყველა უჩნდებით და როგორც უყავი ჭედახმებული თუ რამდენს იკავებენ კაცები. არავით არის სიკვდილი კონტაქტი, არავით არის წერილი, არავით არის წერილი. ყველაფერი ხნარა შვიდად ეძება. გზად იყავი ყოველ წუთს შეიძლება საჭირო გახდეს ამდენი სისხლში მოყვანა. დარბევისა და სისხლის ზღვრის საშინელი სინამდვილეს მაშინ არც თავისუფლებისათვის ბრძოლის სარდლებს ჯეროდათ, არც патриархს და არც ხალხს. Стояла там рядом с вами, и слово, которое я понимал, грузинское одно, просто меня как пыталось Саша Шройбер. Саша Шройбер. Я прямо вижу, как вы это говорите. Вы знаете, все мы чувствовали вот эту опасность, но не эту опасность, конечно, не чувствовали, а мы чувствовали, что опасность существует, но никто не мог предположить, что опасность была настолько жестокой. Этого никто не мог предвидеть. И до сих пор никто не может объяснить от того, что произошло. И я должен сказать, что это тоже, наверное, какая-то миссия или крест, что который Грузия взяла на себя, потому что я хочу верить, по крайней мере, что в будущем против других народов наших республик რომ ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის ლიდერები იმ მომენტში ბოლომდე, ასე ვთქვათ, ერთიანი შეიძლება კვლავ რაღაცის აცილება შეუძლებოდა. მაგრამ ობიექტური ვითარება იყო ისეთი, რომ ამ მიზეზების გამო პრაქტიკულად ის გეგმა განხორციელდა, რაც უნდა განხორციელდეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. რუსეთის სპეცსამსახურებს ამ სპეციფიკი დაგეგმილი ჰქონდათ. ჩვენ შეგვეძლო აგვეცილებინა 9 აპრილს, მაგრამ ვერ ავეცილებდით 15 აპრილს. იმიტომ რომ ეს დაგეგმილი იყო, ეს გეგმაში იყო. ერთადერთი ამის აცილება შეიძლებოდა 9 აპრილსაც და შემდგომ პერიოდში, თუ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები უწმინდესი და ოფიციოზის გარკვეული ჯგუფი მაინც იქნებოდა ერთიანი ამ ეროვნულ გეგმის შემუშავება განხორციელებაში. როგორ მიგაჩნიათ უწმინდეს გამოართვა ეს გამოართვა მიკრო გამოგლიჯო და მამაოჩვენო დაიწყო ამაზე შეიძლება საუბარი. მე რომ ცნობდი ერთი კაცი მაინც მოყოლებოდა, მეც მოუწოდებდი ხალხს და დამშილულიყავით. მაგრამ მე ისევ შევიკრებობდი თოცა წავიდნენ რუსები. მაგრამ
სიზღრას ვინც ამიტომ ჩვენ დაგვარგვიეს სხვათაშორის 25 თებერვალს ჯუნიორ პატიაშვილის დროს ისე რუსება დაგვარგვიეს ისე ვერტიკაცია მომკვდარა და იყო 9 აპრილამდე იყო საქართველოში სომხეთში ბალტიისპირეთის დარბევის მთელი ესტაკადა ვერტიკაცია მომკვდარა რა უნდა მიტინგის დამივას ისე ვერტიკაცია მომკვდარა 9 აპრილს გამთენიისას დაახლოებით 4 საათზე მთავრობის სახლის წინ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული ალესილი ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის 13 ქალი. ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა იგორ როდიონოვმა, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა, იმ მომენტში მის მოადგილეს შინაგან საქმეთა მინისტრს შოთა გორგოძეს სპეციალური დავალება მისცა. მისი ბრძანებით ხალხის დასარბევად დაძრულ ჯარს წინ ქართული მილიცია უნდა გაწყობოდა. გერმანიაში ეწერა რომ ჩვენ ქართული მილიცია უნდა გამოვზღოლოდეთ წინ ჯარებს და დაგვერბია ჯერ ჩვენ შევსულიყავით მომიტინგებში და მე მოყვებოდა ჯარი უკან. ამას ახლა ქართველი კაცი არ ვიცი ახლა ძალიან ძნელი ამის გადაწყვეტილების მიღება მაშინ რაღაც ქართველი რაღაც ადამიანმა იყო. და მივიღეთ გადაწყვეტილება და არ მივიღე მონაწილეობა ასეთ ორგანიზებაში და დავხმარებოდი თავს. რაღაცა ყველაზე ცუდი რაც მაშინ მოხდა ჩანაფიქრი ძალიან მზაკრული ჩანაფიქრი ჯარებისაგან რა იყო. იგივენად ასეთი მოხტომები რა ვაგე დავარგიო თავრობა ასად არჩანდა არც ლოჯიკური ასად დაწერა რა თითოეულ რაღაცა თუ ხულიგან რაღაცა წამოძახებდა ეს არნიშნავდა საერთო ეროვნული მოძრაობის გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ ესე იგი გადაწყვიტეს რომ მოჩვენებინათ საკავშირო თავრობისათვის და ვიდეოზე გადაიღოთ რომ ვითომ ხალხი შერბის თავრობის სასახლეში და დარბევას ოპერებს თავრობას და კაბინეტებში აპირებენ შესვლას. თუ გიდაშავს აპირებს საგაუხსენ და წავიდეს ის ხალხი იქ ერთი ხრიდან თქვენ მოდიხართ მეორე ხრის გაატარე ეს ხალხი და წავიდეს დაიშალოს. გადაკეთეს რუსთაველის ხრიდანაც სასტუმრო საქართველოსთან ჩასასვლელი ქუჩიდან ამოვიდნენ ჯარები ეს ჩვენი ქაშვეთის ეკლესიას ალყა შემოარტყეს და ყველა ქუჩა გადაკეთეს გარდა ლესიაურანგას ქუჩისაც სადაც ჩვენი სამინისტრო მდებარეობდა და ამიტომ ესე იგი იქ იდგა ჩვენი ხალხი მილიციის ხალხი იდგა და თავრობის სასახლის კიბეებთან ასასვლელში იდგა მთლიანად ჩვენი ხალხი 250 კაცი მეყენა იქა რომ რატო ყოველ შემთხვევაში რამე რომ ხულიგნობა აჩაიდნენ რომ ინას არ წასულიყვნენ თავრობის სასახლის კიბეებისკენ და არ შეექმნათ ასეთი სურათი რუსებისათვის, ჯარებისათვის, რომ ვითომ მათ აპირებენ თავრობის სასახლეში შესვლას, ამიტომ ჩვენ მათ გადავიღებთ იქ გზა და ვიეცით გზა გავხსენით ლესიაურანგას ქუჩისაკენ და ჩიტაძეს ქუჩისაკენ. აი ამ მიმართულებით გამოვიყენოთ ხალხი. აი მას რომ ნახეს რუსებმა და როდიონოვმა ძალიან გაბრაზდა ჩემზე. და ძალიან აღელვებული შეამეფეთა წინ დავხდა ჩვენ პირველი სკოლის წინ შევეფეთეთ ერთმანეთს ეს იყო დაახლოებით დილის 6 საათი 4-ზე დაიწყო უნიზება და 6 საათზე შევეფეთეთ ერთმანეთს და ნუ ახლა არ არის დასავლეთ ზონა გავიწიეთ ერთმანეთს ნუ გავიწია გამოვიწია და მეც გავიწია ნუ ახლა იმას იყავდა დამცველები გვერდში ავტომატიანი მე რა ნარვა და ორი მეგობარი მახვდა თანამშრომელი ეგ იყო და დაცვა მიარყოლია და არც ვატარებდი დაცვას ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე იყო ამის გამო რომ აი თქვენ ვიღალატეთ თქვენ ხართ მოღალატეები ამ სიტყვებმა ვიგოთ предатели год вот ваши зубаки там стоят пропускают наших там митингующих пропускают там через свои улицы разве можно так вот работать там аза დამეწყო ჩხუბი და დავეტაკეთ ერთმანეთს მართალია ხელით ვერ მივწვით ერთმანეთს მაგრამ განჯვაგინება შეგვიძლია მადლაც ისე რაღაცა სიტუაცია შექმნეს ხალხს სხვა გზა არ დავუტოვეს იქ სადაც ჩვენი მილიცია იდგა რომ რომელი ხალხი წავიდოდა იბერისკენ ეს გამოიწვია იმავე ვიდეოზე გამოჩნდებოდა რომ აი თავრობის სასახლეში შერბის ხალხი მომიტინგეები იბერზე გავიდოდა ხალხი ეს ნიშნავდა იმას რომ უკვე თავრობის სასახლეში შერბიან მომიტინგეები თავრობის დასამხობად და მათ ეხნებოდა ხალხში გამაგრებული დოკუმენტი აი ამიტომაც ჩავატარეთ ასეთი ორგანიზება გამიგეთ რა ამის რა მზაკრული ჩანაფიქრი გაკეთა ეს ახლა არ არის სატრება ხო არა საცერფე სტრატეგიაზე ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენ და ეს ვიზუალიზაციის გარკვეული წვლილი ჩვენი მუშაობაში მაგრამ რაც არ გაუგო რამ თუ რამე წვლილი მაგრამ ის არის თავად რომ ხალხი გადავარჩინეთ იქ არ თავად ის არის რომ იქ არა 16 და 18 ადამიანი 26 დაიღუპა მთლიანად ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა მაშინ იქ 1000 კაცი მეტი ჩაწვებოდა რომ იმდენი ჯარი წამოვიდა იქნა და ისე მოდიოდნენ პირდაპირ რო უთქვენ აი ვაშას ძახილით რომ გადავლდნენ თელ მომიტინგეებს და ბევრი ხალხი დაიხოცებოდა ამიტომ იყო რომ მივეც კარიერა და გავიყვანეთ იქიდან ხალხი თავის დროზე მილიცია
ცოტა არხეინათაც უყურებდით როგორც ჩანს მაინც ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი დარბევის შემდგომაც როცა დაგფანტეს და რაღაცნაირად გავახციეთ იმ ტერიტორიიდან, მე მახსოვს ჩემი მეგობრის სახლში მივედით, ჩვენ არ გქონდა განცდა რომ იქ ტრაგედია დატრიალდა. ჩვენ ფიქრობდით რომ უბრალოდ ეს დაშალეს და ეს აქცია დაიშალა უბრალოდ და ამ დაშლისთვის გამოიყენეს ძალა, მაგრამ უკვე დილიდან გავიგეთ ჩვენ სადღაც აი 8:30-დან 8 საათიდან რო ატყდა უკვე რაღაცა საშინელი ასე ვთქვათ ტრაგიკული აი რაღაცა ხმებიც კი მახსოვს დილანდელი უცებ რო ვიგებდით სხვადასხვა საშინელ ამბავს ზოგს ტელეფონით ზოგი ახლობელი მიდიოდა მე ერთმანეთს ძებნა რომ დაუწყეთ და ამ ძებნაში მაგალითად ბევრ ვინმეს მე დაღუპული ვეგონა იმიტომ რომ ჩემზე გავრცელდა ესეთი ხმა რომ მეც დავიღუპე და აი მე გაცნობიერდა ეს ტრაგიზმი და როგორც ჩანს ძალიან ბევრ ვინმეს მათ შორის ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ვერ წარმოედგინათ რომ ასე ტრაგიკულად შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები 9 აპრილი ეს არის ყველაზე საამაყო ფურცელი ეს არის ბრძოლა რომელიც ქართულმა ხალხმა გადაიტანა და შევიდა ასევე როგორც ერთ-ერთი ფურცელი ერთ-ერთი საეტაპო ესე რომ ვთქვათ ისტორიული მოვლენა იგივე ამ იმპერიის მსხვერპლის საქმეში ამაში ორი აზრი არ არის უბრალოდ ეს იყო დიდ ტრაგედიასთან და რა თქმა უნდა ადამიანების სისხლთან დაკავშირებული ამას შეეწირა ჩვენი საამაყო მამულიშვილების და ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე. მეც მზად ვიყავი, მე მინდა გითხრათ, დათია, თავი გამეწირა და მე ფაქტობრივად მოვკვდი და პრებიდან ამიღებს. ესე თავგანწირვა იყო. აბა ეხლა ჩვენ ესე იგი რისთვის ვიბრძოდით მაშინ? თქვენ რას გვეუბნებით, რომ ეს უაზრობა იყო? ცუჩი ძალიან ემოციური იყო, როდესაც ქართველი ახალგაზრდა ტანკზე ჯოხს ურტყამდა. მაგრამ აი მაშინ ეს ტრაგიკული განცდა არ მტოვებდა, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ის ერი, ვისაც გვირჩევნია, რომ თავი შევაკლათ და ტანკზე ჯოხი ურტყათ, ვიდრე ის, რომ რაღაცა სერიოზულისთვის უფრო რაციონალურად და სერიოზულად მოვემზადოთ. რაც საერთო ჯამში კიდევ ვიმეორებ, მე მგონი რომ ძალიან აზარალებს ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას. კრემლში შემუშავებული სპეციალური გეგმა პირნათლად შესრულდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა დაპატიმრების შესახებ განკარგულება იმავე ღამით გაიცა. ისინი საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. გეგმა იყო წარმოდგენილი და იქ ასეთი ამბები იყო, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერების იზოლირებაზე იყო საუბარი. იზოლირება. რაც ნიშნავს იზოლირება ნიშნავს ენაზე, პარტიულ ენაზე და სხვა სამართლებრივ ენაზე იმას, რომ ის უნდა დააპატიმრებინათ ისინი, დააპატიმრეს კიდევაც და მათ უზო დაებრალებინათ და იყო დაბრალების მსწავლობას კიდე გარკვეულწილად. ხოდაშორის თქვენ თუ მიანცეთ ყურადღებას მე სოფჩაკის კომისიას, რომელიც ჩამოვიდა და უნდა და სწავლობდა ამას, იქ იყო მცდელობა, რომ ეროვნული მოძრაობისათვის დაებრალებინა ეს. და სოფჩაკის კომისია ძალიან ტენდენციური აღმოჩნდა და იქ იყო მცდელობა, რომ ეს პატიაშვილისათვის დაებრალებინა. არც მიკადრებია მე პირადად, რომ ჯუნიორ პატიაშვილისთვის ამეკიდებინა ცხაეს იყო გადაწყვეტილება პირდაპირ მოსკოვის. და მაგ არის სწორედ იმ აქციის უძარმაზარი ისტორიული მნიშვნელობა, რომ იმ აქციის დარბევა გადაწყვეტა სწორედ მოსკოვმა და მადლობა ღმერთს ქართველმა კი დაგგვირგვია, მაგით ვამოყობ, რომ მე მესროლა რუსმა და არა ქართველმა. 45. თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Dabei meß mich ist der Rückwärts geschickt aber. Da brauche ich aber das schon. Dann ist normalerweise wieder Tbilisi არის. ამ დროს ყველაზე ანგარიშგასაწევი მსაჯულის როლი პოლიტბიუროს წევრსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს ერგო. ეს სისტემის ბრალია თუ შემთხვევის ბრალია. მე სულებითაც არ მიგო სამახალაგები საზოგადოების წევრები ეძებენ ამ ახსნას. ეს
პიროვნების დანაშაულია, პიროვნებათა დანაშაულია, თუ სისტემის ლოგიკური შედეგია. ჯუმბერ პატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი უშიშროების მინისტრმა გივი გუმბარიძემ დაიკავა. მე პატიაშვილს შეხოთაშორის ბევრჯერ ვთხოვე. ღია წერილითაც ვთხოვე და პირადადაც ვთხოვე ბევრჯერ. თქვენ იცით აი ამის ორგანიზების ისტორია, ხო? თქვით, ვინ მონაწილეობდა, თქვით შევარნაძის როლი, თქვით აქა. თქვით. მე შევარნაძესთან მქონდა შეხვედრა, ეხლა 9-ში იყო რა. 10 აპრილს მქონდა მასთან შეხვედრა. მე და ნიკო ჭავჭავაძე, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, მეც იქ მუშაობდი. ჩვენ გვინდოდა ღია ეთერი. აი ამ საგარეო სადის დროს მოსახლეობისათვის რაღაცა გვეთქვა კონკრეტული, არ გამოხვიდეთ სახლებიდან, ეს გვინდოდა. არ მოგვცეს. და მივედით იმას, ფოფხაძესთან გვინდოდა დალაპარაკება. ფოფხაძემ გითხრა, ედუარდი აქაჯისო არ გინდა თუ შეხვდეთო? ნუ ესენი იმან უთხრა რომ შემახვიდეო. შევდით ნახევარსაათი ვილაპარაკეთ. და იქ მივკითხე მას, შევარნაძეს ვკითხე. გაქვთ თუ არა თქვენ საშუალება? 10 იყო ეს. გაქვთ თუ არა თქვენ საშუალება? ზემოქმედება მოახდინოთ აი ამ ჯარის მოქმედებაზე. მან თქვა როგორ არა მაქვს, რასაც ვეტყვი იმას გააკეთებენ. ეხლა კითხვა დგას, როდის და რომელი ბრძანებით მიიღო შევარნაძემ ეს უფლება. თუ ეს მან მიიღო 5 წუთის წინ, მაშინ ეს ბრძანება უნდა იყოს. თუ მან ეს მიიღო მაშინ, როცა ის ჯარი მოქმედებდა, მაშინ ის მონაწილეა მაშინ ამის. სადაც ტანკებია, სადაც იარაღია, იქ სხვაგვარად შეიძლება იყოს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკომენდანტო საათის შემოგებას. ფაქტია ეს. გუშინ აკადემიკოსებს დაუსვიეს კითხვა. გუშინძე ბატონი რეზო მუხრანის ყველი ესწრებოდა ინტელიგენციის წარმომადგენლები დაუსვი კითხვა. აი ხოლო მოაჩილოთ ეს ყველაფერი. გვაქვს ჩვენ გარანტია რომ აბსოლუტური წესრიგი იქნება და უბედურება აბატრიალდება. მე გითხარი თქვენ იყო თუ არა საფუძველი ტანკების შემოყვანისა ამას ეს ყველაფერი დადგინდება და ყველაფერზე იქნება თავისი განაჩენი გამოტანილი. მადლობთ მე ვთხოვთ მადლობა. მე გუშინ თქვი ერთი რამ მოდით დავირაზმოთ ყველანი. ხვალ ძინე დღეა. ზეგაც ძინე დღეა. მე ვიცი 14 აპრილის იული დღე არ არის და იული გამოცდა არ გოლოდება. ეხლა რაიმე გადაწყვეტილების მიღება სანამ ეს დღეები არ ჩამთავრდება ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და შეიძლება უპასუხისმგებლობასთან იყოს დაკავშირებული. მოდით შევძლოთ, გავაკეთოთ, დავირაზმოთ ეს დღეები გადავიტანოთ. ორშაბათს მუშა ქარხანაში იყოს, მოსწავლე სკოლაში იყოს, სტუდენტი აუდიტორიაში. გააძლევთ პირობას, არც ერთი ტანკი, არც ერთი ბრონეტრანსპორტიორი, არც ერთი ჯარისკაცი თბილისში არ იქნება. აპრილის ტრაგედიის წინა დღეებში თბილისის აეროპორტში სპეცრეისით თვითმფრინავი დაეშვა, საიდანაც მგზავრი არ ჩამოსულა. უცნობთან სასაუბროდ ცეკას პირველი მდივნის გვერდისავლით მხოლოდ საქართველოს უშიშროების მინისტრს გივი გუმბარიძეს იწვევდნენ. ამ ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანელი ხდება კგბ-ს უფროსი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ამის შემდეგ საკავშირო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კრუჩკოვი, ეს ჩანაწერი არის, მე არ ვიგონებ ეხლა ღმერთო დაიფაროს, მე ვიღაცის მონაყოლი და ნათქვამი გავიმეორო. სესიაზე კითხვას უსვამენ, როგორ მოხდა რომ საქართველოსშიო ამ ტრაგედიის და ასეთი ტრაგედიის შემდეგ უშიშროება წინაურდებაო. და ის პასუხობს, რომ 15 წუთით ადრე გაიგო მანო, რომ ოპერაცია ტარდებოდაო. აი ესეთ ხალხთან მქონდა მე პირადად ურთიერთობა.
და იმ 9 აპრილს და 8 აპრილს თუ გნებავთ მე რაც დღეები რო დაგისახელეთ, აქ იყო იმდენი გენერალი და იმდენი ოფიცერი და ალფა და ომეგა რატომ იყვნენ და სულ ყველაფერი მე ხოც როგორც ხდება, როგორც მოიმოქმედეს მე ხელისუფალმა და მათ შორის პოლიტბიუროს ზოგიერთმა წევრმა და მათ შორის შევარდნაძემ და გუმბარიძემ და კიდე მავანდამ გააკეთეს ყველაფერი. ეს გეგმა იყო, ჩემო კარგი. ეს რაღაც გეგმა არის, სპეციალურად გეგმა, რომელსაც სათავეში კლემში ყავს თავისი სცენარისტი და შემსრულებელი და ის აკეთებს ამას. კომუნისტების დისერტაცია მოხდა, ეროვნული მოძრაობის დისერტაცია ვერ მოახერხეს, ჯუმბერ პატიაშვილი ჩამოცილებული იქნა ხელისუფლებიდან და ვინ მოდის ხელისუფლებაში? ამ დროისათვის. თქვენ გაიკვირდებათ გივი გუმბარიძე. გივი გუმბარიძე თავის დროზე ზესტაფონის რაიკომის დივანი, ერთი სუსტი პარტიული მოღვაწე მოდის და შემდეგ სუკის თავმჯდომარე ხდება და წარმოიდგინეთ სუკის თავმჯდომარე მოდის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად და პრეზიდიუმის თავმჯდომარე ორი თანამდებობა იყო მაშინ შეითვისა ედბაშად. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიეცათ შანსი მაშინ ისეთ გამორჩეულ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ მაგალითად ჟიული შარტავა და ალექსანდრე ჩიგვაიძე? იმიტომ რომ ეს იყო სუსტი და შევარდნაძეს თვითონ უნდა და გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი ადვილად გახდებოდა, იმიტომ რომ თუ წავიდოდა მიმართულებით საქართველოს გამოცხადებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, ბუნებრივია იქ მონაწილეობას არც მიიღებდა გუმბარიძე და გუმბარიძის გადაყენების პრობლემა შევარდნაძეს არასდროს არ ჰქონდა, მაგრამ შარტავას და სხვებს ასე ადვილად ვერ მოერეოდა, მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. ამიტომ სუსტი დანიშნა. ეს აწყობდა თვითონ სუსტი, რომ თავისი კადრები მოეყვანათ, თავისი გარემოსვა შეექმნათ და საქართველოს მართლად მოვლენოდა საქართველოს. თუ ჩვენ საზოგადოებას მოვალი აქვს და მე მჯერა რომ აქვს მოვალი, მიუხედავად მთელი ჩვენი უბედურებებისა და იმ უბედურებისა, რასაც ჩვენ განვიცდით. ეს მომავალი მხოლოდ დემოკრატიაშია. დემოკრატიზმის პრინციპების დამკვიდრებაშია. თავისუფლებაშია. აი ეს საკითხები, რომელიც არის დაფანებული, ძალიან სერიოზული. ურთულესი და უძველესი საკითხები. სახელმწიფოს სტატუსი. რესპუბლიკის სტატუსი. რას ნიშნავს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა? რა არის რესპუბლიკის სუვერენიტეტი? რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, მე სხვა კონსტიტუციაზე კიდევ გიერთვით ორ სიტყვას. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ იყოს მარტო ფარატინა კავალდი, რომ ეს იყოს საქმე, რომ ეს იყოს გარანტია. მე არ უნდა გავიმეორო ის, რაც წუხელ თქვი. ეს მუშაობა მიმდინარეობს უზარმაზარი, ურთულესი, უძნელესი და ძალიან დიდი წინააღმდეგობების დაძლევის გზით. მე საერთოდ გულწრფელი ვიყავი, როცა ვთქვი, რომ მე ეს კაცი არა ვარ, ალბათ 3 წლის წინ ან 4 წლის წინ ვიყავი. ალბათ 3-4 წლის წინ ეს დიალოგიც არ შედგებოდა, შეიძლება, თუმცა იყო ასეთი წვალე შეხვედრებიც და ხანდახან ბრომწვალეც იყო ხოლმე. ესე იგი, მართლაც მიდის გარდაქმნა და ალბათ თქვენ თვითონ ხედავთ გარდაქმნა გონებაში, აზროვნებაში. აი ამ პროცესის დასრულებას, რასაც ქვია სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, შეიძლება ძალიან სერიოზული მუშაობა. საქმეში ჩახედულმა ამხანაგებმა ძალიან კარგად იციან, რამდენად ძნელია ეს ამბავი. საქართველო გაცილებით ხელსაყრელ ისტორიულ მომენტს კიდევ ერთი სისხლიანი ფურცლით შეხვდა. მომენტს, რომელიც ზუსტად წელიწადსა და 6 თვეში დადგა. მაგრამ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მომდევნო 20 წლეულის მანძილზეც ქუჩის დაუსრულებელი ეიფორიის მორევში აღმოჩნდა. ეს იმის გამო კი ტრიალებთ მორევში, რომ საბჭოთა კავშირს ვებძოდით. საბჭოთა კავშირის ძინავდა ვებძოლა. არამედ იმიტომ ტრიალებთ მორევში, რომ ერთმანეთს ვებძოდით მერე.
გარკვეულ პერიოდში და ვერ გამოვედით, ვეღარ შევძელით ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ვეღარ, ესე იგი, რევოლუციური ეიფორიიდან ვერ გამოვიდა, გამიგეთ ჩვენი ხა კატაკლიზმების ფსიქოლოგიიდან ვეღარ გამოვედით, რომ დაგვეწყოს სახელმწიფო, რაც ბალტიელებმა შეძლეს. შეიძლება მოისურვოთ მაგალითად ასეთი, რომ 9 აპრილი იყო საბჭოთა კავშირის იმის დასაწყისი და ამას ჩვენ მივახცეთ ჩვენი სისტემა. კი ბატონო. კი ბატონო. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საბჭოთა კავშირის დანგრევაში. ფსიქოლოგიური მომზადება მართალია, მაგრამ ჩვენ მიღებული გვქონდა გადაწყვეტილება ქართველ ერს, ქართველ ერის ლიდერებს, კვალიფიციურს, არაკვალიფიციურს სულეთია, ქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სისტემა ვიყიდოთ თქვა ეს. აი ამდენი და ამერიკას ემონდა. ეს ღია საკითხია. როდის ხარბზად, როდის არ ხარბზად, ეს ღია საკითხია. ეს რომც არ მომხდარიყო, სხვათა შორის რომც არ მომხდარიყო. ეს რუსული იმპერიის სრულებით გამორჩეული ხარისხის მტრობა საქართველოსადმი, სომხეთთან შედარებით, აზერბაიჯანთან შედარებით, შუა აზიასთან, ეს მაინც ძალაში იქნებოდა. რუსებმა ჯერეთი ობიექტური პირობები იცის, რომ საქართველოს ცენტრი ამიერკავკასიის ეს იცის და გარდა მაგისა რუსეთს აქვს ასე ვთქვათ ისტორიული ბოღმა. რუსეთის იმპერიის გამორჩეულ მტრობასთან ერთად სახეზეა ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს უთქვამს. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა ხელისუფლება, რომელსაც ვინმესთვის უპატიებია განზრახვა და ამხოს არსებული.